გასული კვირის ნიუსებით თქვენს წინაშეა News Odyssey. ვეცდებით მოგიყვეთ საინტერესო ამბები კინოინდუსტრიიდან, ახალად გამოსულ ტრეილერებზე კინოსა და გეიმინგ ინდუსტრიაში და ასევე ფილმებზე, რომლებიც ნახვაც უკვე ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. მოეწყოთ კარგად და დავიწყოთ. Freaking out, I need a DD. I know you see me, yeah. Why you so greedy? Ay, I know you won't be me, yeah. Why you so needy? Ay. Xbox-ისა და ზოგადად სათამაშო ინდუსტრიის მოყვარულთათვის კარგი ამბავი გვაქვს. Hollywood რეპორტერის ცნობით, მრავალგზის ნატან ჯიო Gears of War-ის მოტივებზე შექმნილი ფილმის წარმოება მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ამას სულ რაღაც 18 წელი დასჭირდა. დიახ, ზუსტად ამდენი გავიდა პირველი ანონსის შემდეგ, მაგრამ კარგი ამბავი ამით არ შემოიფარგლება. ასევე ძალიან სასიხარულოა, რომ აღნიშნული ფილმის რეჟისორად დაინიშნა დევიდ ლეიჩი, რომელსაც მაყურებელი იცნობს დრაივით სავსე ფილმებისგან, როგორებიცაა დედპული 2, ტყვიაზე სწრაფი, კასკადი 2 და ასე შემდეგ. ასევე სცენარზე პასუხისმგებლობა აიღო ჯონ სპეიცმა, რომელიც ეხმარებოდა დენი ვილნოვს დუნის ადაპტაციაში. ისე რომ შემადგენლობა ნამდვილად შთამბეჭდავია და კარგის მოლოდინს გვიუვევებს, რაც დღეს ესე გვაკლია. აქვე თამაშების მოყვარულებს იმითაც გაგახარებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია მოსალოდნელი ეკრანიზაციის 2022 წლის Game Awards-ის გამარჯვებულის Elden Ring-ის მიხედვით. ასევე ასახელებენ შესაძლო რეჟისორს და ესაა არც მეტი არც ნაკლები ალექს გარლანი, რაც ნამდვილად აღნიშნული თამაშის მოყვარულთათვის სახსიხარულო ამბავია, რადგან გარლანი ცნობილი ისეთი ფილმებით, როგორიც არის ანიჰილაცია, ექს მანქანა 28 დღის შემდეგ სამოქალაქო ომი და კიდე უამრავი საკმაოდ კარგი ნამუშევარი. სცენარსაც ასევე გარლანი წერს. გადამღების სტუდია იქნება A24, რომელსაც აქვე გეტყვით ასევე სხვა გახმაურებულ თამაშზე დაიწყო მუშაობა და ეს არც მეტი არც ნაკლები ჰიდეო კაძიმას Death Stranding-ია. სტივენ კინგის ყველაზე საშიში ჯამბაზი ისევ გვიბრუნდება. ამჯერად ახალ ტრეილერში სერიალისა ის კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დერიში. სერიალში მოვლენები ვითარდება 1962 წელს, ანუ 27 წლით ადრე პირველ კინოფილმში განვითარებული ამბებიდან. თუ გახსოვთ 27 წლიანი ციკლი არის ხოლმე პენივაიზის გამოჩენის. სიუჟეტი ნაცნობია. ბავშვები ამჩნევენ, რომ მათ ქალაქში რაღაც უცნაური ხდება, მათი თანატოლები გაუგებარ ვითარებაში უფრო და უფრო ხშირად იკარგებიან. როგორც ხვდებით 62-ში პენივაიზის დამარცხება მათ არ გამოუვათ, მაგრამ ინტრიგა იმაშია, ვის გამოუვა საბავშვო დეტექტივთა გუნდიდან ამ ამბის გადატანა და ცოცხლად გამოძრომა. ამ ყველაფერს შემოდგომით გავიგებთ. სელში გავრცელდა კიდევ ერთი გადატვირთვა ფრანშაიზის იურიული პერიოდის პარტი, ხელახალი დაბადება. სიუჟეტი დაქირავებულ მებრძოლთა რაზმი მიდის ჩვენთვის ნაცნობ კუნძულზე და გამორჩეული უნიკალური დინოზავრის დნმ-ის ნიმუშის აღებას სურდა. რა თქმა უნდა, არაფერი ხდება ისე, როგორც იქნა ჩაფიქრებული და ყველაფერი თავდაყირად გება. სამწუხარო ასევე, რომ ქარიზმატული კრის პატიც სამჯერად გამოგვაგდა, თუმცა ამ ყველაფერს თვალის მომჭრელი სკარლეტ იოჰანსონი და ბრუტალური მახირშა ლალი დაგვავიწყებენ. ფილმი გადაიღო გარეთ ერთგვარსმა, რომელსაც ვიცნობთ ფილმებიდან ვარსკვლავური ომები განდგომილი და გოძილა. ფილმს ეტყობა, რომ რეჟისორს უნდოდა მასში მეტი ჰორორის ელემენტები დაებრუნებინა. რამდენად გამოუვიდათ, ამას უკვე ივლისში გავიგებთ. There was a source. We found it? No, it found us. არის ფილმები, რომელთა ფრანშაიზების გაგრძელებას აღარ ველოდებით. ყოველ შემთხვევაში ორიგინალური შემადგენლობით, მაგრამ გენიალური სილვესტერ სტალონე ზუსტად მაგიტომაც არის ჰოლივუდის თავდაუზოგავი შრომის სიმბოლო, რომ ყოველთვის ახერხებს თავის არც ისე სახუმარო, ყურადღებით 78 წლის ასაკში ჩვენს გაკვირვებას. და თან რომელი ფრანშაიზით? უძლეველი რემბო. დიახ, არ მოგესმათ ეკრანებზე წარსდგება 78 წლის რემბო. სტალონეს ბოლო ფილმებით თუ წარმატებული სერიალი ტალსას მეფე მსჯელობისას ნამდვილად გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი. თან მით უმეტეს ფილმს საკმაოდ კარგი რეჟისორი, როგორიც არის ჯერემი ჰენერდი ჩაუდგა სათავეში. რაც თავდაჯერებულობას არ მატებს კინოფილმს, ეს ისაა, რომ მის სცენარზე მუშაობა შავი ადამის ავტორებს დაავალეს.
ნახოთ რა გამოვა. You can't always hide. I will find you everywhere. Is revenge the only thing you need? You will pay for your mistakes. You have to stop this. Multiple SWAT units responding to hostage situation. Hey, little girl, stop. What do you want, little one? Your ass. ბავშვობის ალბათ ერთ-ერთი საყვარელი კომედია, რომელიც ზუსტად იგივე ემოციები და კომიკური მომენტების კასკადით იყურება ზრდასრულებაშიც. და ვინ იფიქრებდა, რომ აღნიშნული ტრილოგიის გაგრძელებას ნახავდით 2025-ში და თან ვინ-ვინდა ლესლი ნილსონის მაგივრად ფრენკ დრებინის როლში თვით ლიამ ნისონი წარმოგვიდგებოდა. სამწუხაროა ტიზერი სიუჟეტზე არანაირი ინფორმაციას არ გვაწვდის, მაგრამ როგორც იტყვიან, თითები გადავაჯვარედნენ და საუკეთესო მოლოდინში ვიყავთ. აქაც სამწუხარო ზოოტოპია 2-ის ტიზერი სიუჟეტზე არაფერს მოგვითხრობს, მაგრამ გვიჩვენებს რამდენად ლამაზ ლოკაციებში განვითარდება მოვლენები მეორე ნაწილში. ერთი რაც შეგვიძლია დავასვათ, ისაა, რომ ჩვენთვის საყვარელ დუეტს, კურდღელ ჯუდი ჰოპსა და ქარიზმატულ მელან ნიკს ამჯერად მოუწევთ მესამე პერსონაჟ გველთან ერთად სიუჟეტის ჩახლართვა. და სავარაუდოდ უცნობ კაპიშონიან ბოროტმოქმედისგან თავის დაღწევა და ბოლოს რაღა თქმა უნდა მისი გამომჟღავნება და დაკავება. მულტიპლიკაციის მოყვარულები ველოდებით სულ მოუთქვენათ, რადგან პირველი ნაწილმა დატოვა უამრავი სასიამოვნო ემოცია და იმედია მეორეც არ გაგვაწმილებს. სამწუხაროდ აღნიშნული სტატისტიკა ქართულ მედია სივრცეში ვერ მოიძებნა, როგორც კი შევძლებთ, გვერდებით აუცილებლად მოგაწვით მაგ ინფორმაციასაც და ამჯერად მხოლოდ ამერიკის box office-ით დავმოყრით. ტოპს იხსნის ამერიკული ფილმი ცოდვილი, მაიკლ ბი ჯორდანის მონაწილეობით. გასულ ვიკენდზე ფილმმა ამერიკაში $8,750,000 შემოიტანა. ფილმმა უკვე მიაღწია ნიშნულ 340 მილიონი, ბიუჯეტით 100 მილიონი. არ არის ცუდი შედეგი ნამდვილად. მეოთხეზე განთავსდნენ ახალი შურის მაძიებელი, თავიანთი $9,164,000 გასულ ვიკენდებზე და ჯამში 355 მილიონით, მაგრამ ამჯერად ბიუჯეტი უკვე 180 მილიონია. აღნიშნული კორპორაციის მიერ ეს ციფრები ნამდვილად არ ჩაითვლება და ამაყობლად თან მათ ბოლოდროინდელი ბრჭყალებში ნოვატორული შედევრების შემდეგ მათ ნამდვილად ჭირდება დიდი შემოსავალის მომტანი კინოფილმები. მესამე ადგილს დაჯერდა დანიშნულების ადგილის სისხლიანი კავშირი. გასულ შაბათ-კვირას აღნიშნულმა კინოფილმმა მიაღწია ნიშნულ 19,650,000 და სულ 187 მილიონზე მეტი შემოიტანა. ბიუჯეტით თან 50 მილიონი. აღნიშნული ციფრებით ეს ნაწილი ყველაზე შემოსავლიანი გახდა აღნიშნულ ფრანშაიზაში. მეორეზე განთავსდა ტომ კრუზი თავისი დაუმარცხებელი იტან ჰანტის ამპლუაში. ფილმს ნამდვილად შესანიშნავი ვიკენდები გამოუვიდა. მათ მხოლოდ ამერიკაში მიაღწიეს 63 მილიონიან ნიშნულს და მსოფლიოში კი 204-ს. ნამდვილად შესანიშნავი ციფრებია, მაგრამ ისეც არის გასათვალისწინებელი, რომ აღნიშნული კინოფილმი 400 მილიონამდე დაჯდა. ნახოთ, როგორ გაამართლებს იტან ჰანტის ბოლო ტანგო მასზე გაცემულ ავანსებს. ხოლო საპატიო პირველ ადგილზე გავიდა დისნეის რიმეიკი ლილო და სტიჩი. ფანტასტიკური 155 მილიონით მხოლოდ ამერიკაში და 351 მილიონით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამავდროულად ბიუჯეტი 100 მილიონი იყო მხოლოდ. და შეგახსენებთ, ეს მხოლოდ პირველ შაბათ-კვირას. ეს დისნეისთვის ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვასავით იყო, რადგან აქამდე ყველაზე დიდი ავანსის მქონე კინოფილმი, რომელიც არის ფიფქია, ამ თანხის მესამედიც არ შემოუტანია სრულად ჯამში და ამავდროულად ასტრონომიური 270 მილიონი დაჯდა. დღეს ამით დავასრულოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო დაგვალაიქეთ, თუ ზოგადად კონტენტი არ დაგავიწყდეთ გამოწერა, რათა არ გამოგჩეთ შემდეგი ვიდეოები და აბა შეხვედრამდე. კარგად.